წიგნი მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ, რომლის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაციაც მწერელთა სახლში შედგა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის უნიკალური პროექტის პირველი ეტაპია. პროექტისა და წიგნის ავტორი პაატა ნაცვლიშვილი იმ მარშრუტის გამეორებას აპირებს, რომელიც 300 წლის წინ სულხან საბა ორბელიანმა გაიარა. პროექტის მიზანია ევროპისათვის ქართველი ხალხისა და საქართველოს პოლიტიკური არჩევანის კიდევ ერთხელ დადასტურება. პაატა ნაცვლიშვილის მოგზაურობა ევროპაში პროექტის მეორე ძირითადი ნაწილია. ჩვენ სწორედ ამ წიგნის მიხედვით მოგზაურობთ იმ ადგილებში, სადაც 300 წლის წინ იყო სულხან საბა ორბელიანი. ვეცდებით სწორედ იმ დღეს ჩავიდეთ რომში, როცა ის ჩავიდა 31 ივნისს. ვეცდებით სწორედ იმ დღეს ჩავიდეთ მალტაზე, როცა ის ჩავიდა, ან ისტანბულში, ან სხვაგან. ვეცდებით შევხვდეთ იმ ხალხის შთამომავლებს, პოლიტიკურ შთამომავლებს, ვისაც ის შეხვდა დაწყებული რომის პაპიდან დამთავრებული ქალაქის მერები. და ამის შედეგი იქნება სწორედ ის წიგნი, რომლის პრეზენტაცია შედგება ალბათ 1 წლის შემდეგ. მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სოციალური ქსელის მეშვეობით, Facebook-ის მეშვეობით გვერდი მოგზაურობა 300 წლის შემდეგ და ნებისმიერ სურვილს შეუძლია, რომ თვალი ადევნოს ბატონი პაატა ნაცვლიშვილის მოგზაურობას ყოველდღიურად და განხდება ეს გვერდი ყოველდღიურად.